გამარჯობა ძვირფას ტელემოყრილო კიდევ ერთხელ აქ არ ვიცი რა გადაცემა უნდა გავაკეთოთ იმის მე რაც შალვანათლაკილი წავიდა მაგრამ მთელი ჩემი სული და გული თან წაიღო მაგრამ მოვიდნენ შვენიერი გოგოები დები მანიჟაშვილები ჯგუფი ემი ქვია სახელები დამავიწყოთ მოდიშ იმიტომ ია მანიჟაშვილი გაგოგონებს თავის მანიჟაშვილი ხმა არ მაქვს პატიეს ბოდიში ია მანიჟაშვილი მომღერალია ია მანიჟაშვილები იგი თქვენ ჯინაზე არ მაქვს ხმა დღეს დები თქვენ ჯინაზე კი ჩვენ გადავრჩით ესე იგი ხმა არა არ იმღერ ესე იგი არ იმღერ გაგასვენებთ მანიჟაშვილი ია და ეკა თქვენ ტყუპები არ ახართ ხო ტყუპები არა ვინ არის უფროსი რამდენი წლით ახარ უფროსი ერთით რამდენი წლის ახარ 26 25 ხარ შესაბამისად ხო მე დავიწყებ იმიტომ რომ ძალიან მაგარი ინფორმაცია მაქვს გამოშტერდი ეს რომ გავიგე თქვენ ხართ ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები ესენი არიან აი ფიზიკოსები რო არის არიან აი ეგეთები არიან ფიზიკოსები შენ კიდე არა ეგეთები არ არიან არა შალვა ეგეთები არ არიან ჩვენ ვართ გამონაკლისები და ამას მთელი ფიზიკის ფაკულტეტი აღნიშნავ და 6 წლის მანძილზე მე ვიცნობდი ფიზიკის ფაკულტეტზე კონტინგენტს ქალებისას და აშკარად გამონაკლისები მართალი ხარ იმიტომ რომ მე ჩემ ჯგუფელ გოგოებს და ბიჭებს ვერ ვარჩევდი მინდა გითხრა დიდი კომპლიმენტი არ არის იმიტომ რომ ფიზიკის ფაკულტეტი ხო არ გამოირჩევა მაინდა-მაინც სიუხვით ლამაზ შენ გაგიკვირდა რომ ფიზიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და ფიზიკის ფაკულტეტის კავენის გუნდში თამაშობდნენ ეს ხო ეგ საერთოდ კარგით რატომ ჩააბარეთ ორივე ფიზიკის ფაკულტეტზე ეს ძალიან დიდი ისტორია მოკლედ მოყევით მაშინ გეტყვით რომ კომაროვი დავამთავრე და კომაროვი დავამთავრეს იქიდან ავტომატურად მოვხდით იმიტომ რომ რაზმაძის ლემა მცნება რაზმაძის ლემა შენთვის ახლოა ხო ჩემთვის რაზმაძეს კი და ბევრი სხვა ცნებები კიდე ინტეგრალი რა არის იცი თეორემები და აქსიომები ინტეგრალი რა არის იცი ტენზორული აღრიცხვა იცი ძალიან მაგარია ქალმა რომელმაც იცის ტენზორული აღრიცხვა და მანიპედიკური უსვია ძალიან შეიძლება ეს იწვევდა გაღიზიანებას ფიზიკის ფაკულტეტზე ძალიან დიდ გაღიზიანებას რას და მე ესე მანიკური თუ ტენზორული აღრიცხვა ჩემი ვარცხლობა ჩემი როგორ ვასწრებდი ფიზიკის სწავლას ხო რა ნიშნებზე სწავლობდი მართლა აი ეკა უკეთესად სხვათა შორის. მე ცოტა, არა, მე ორების გარდა ყველაფერზე და ეკა არჩია. და რა დაამთავრეთ? რა მიმართულებით წახვედით? ფიზიკა, ინფორმატიკა გაიხსნა იმ წელს ჩვენ რო ჩავაბარეთ სხვათა შორის კი. და იმას გაყევით ორივე, ხო? კი. ანუ დიპლომები გაქვთ პრობლემა? კი და ეკა მე მაგისტრატურაც დაამთავრა. მართლა? კანდიდატი ხარ? ეცა ვაპირებდი. არა, ვაპირებდი, მაგრამ თემის ხელმძღვანელმა მითხრა, რომ ძალიან ცოტა ხარო და არ ასაგებია და რატო მიაკვდი ამ ფიზიკას? ქალებს ფიზიკა არ მოწოთ, ლოგიკური აზროვნების უნარი არა გაქვთ თქვენ და რა გინდათ იქ? რატო გონია რომ ქალებს არ გაქვთ? რატო გონია რომ არ გვაქვს? იმიტომ რომ ეგ საჭიროა გაცემაში რო თქვა რომ თქვენ შემეწინააღმდეგოთ, აბა? ხო, მართალი ხარ. კაი, არ გვაქვს. არა, მართლა რატო წახვედით ფიზიკის ფაკულტეტზე? მაინც აი მიზეზი რა იყო? აი რატო მოგინდათ ეს? იცი რა, მიზეზი თუ გაინტერესებს ახლა ქართული ტრადიციული მენტალიტეტიდან გამომდინარე, რომ დედა ფიზიკოსი, მამა ფიზიკოსი. ეგრეა? არანაირად. ამიტომ ეს მოხდა ჩვენი სურვილის მიხედვით. მართლა გვაინტერესებს. რატო არა მათემატიკის ფაკულტეტი დაუშვა? დაუშვა? მათემატიკის სიყვარულიდან და ნუ მე მივხვდით რომ ფიზიკა გაცილებით საინტერესოა. მე გეთანხმებით მაგაში. უბრალოდ მეც ხომ სწავლობდი ფიზიკის. შენ კარგად ვერ დაინტერესდა გამოგრიცხეს პირველი კურსიდან ვიცი. ხო, მე გამომრიცხეს ვერ მივედი გამოცდებზე და ნაფეტვარიძემ, ხო? არა, ნაფეტვარიძეს გავსდი. აბა ვინ? პირველი კურსის მეორე სემესტრში აღარც კი მახსოვს. აღარც კი მახსოვს. მე ვიღაცის გამოცდაზე არ მივედი. ხაზარაძე. ალბათ არ მახსოვს ეხლა ზუსტად, მართლა დედა მომიკვეთს არ მახსოვს. კარგით, სიმღერა რა შუაში აქვს? ჩვენთან ხო ვინ ყავს მომღერალი ხო დედა თუ მამა? ხო, მაშინ ესე იგი გადავიდეთ ფაკულტეტზე როგორი ტენდენცია იყო, იცი, მანიჟაშვილი ესეთი ფიზიკოსი, ვინ არის მათემატიკოსი. ეხლა რომ მღერი ვარ, ესეთი მომღერალი არის ვინმე მანიჟაშვილი, ვისი შვილები ხარ, მამა კომპოზიტორი, დედა ტექსტის ავტორი. და რატო გადაწყვეტეთ სიმღერა? ნუ რაღაც მღეროდით და მოგვინდა რომ ესე ფართო მასებისთვის მოგვესწრებოდი. ხო და რატო მოგინდათ? ხო არის რაღაცა მომენტი იყო თქვენს ცხოვრებაში, როცა თქვენ გადაწყვიტეთ რომ აი დავაი მღერივართ ეხლა. ხდა ეხა 20 და 21 წლის ასაკში. მოხდა 5, 6, 7, 8. არა, მე მესმის, თქვენი პირველი კლიპი როდის გამოჩნდა? 2000 წელს. 2000 წელს, ანუ 2000 წელს რაღაცა მოხდა, თქვენ გადაწყვიტეთ რომ აი ჩვენ ეხლა უნდა გამოჩნდეთ და უნდა შევეებათ ფერხულში. შოუ ბიზნეს ფერხულში და რა მოხდა თქო მაგას? არა, არაფერი არ მოხდა, უბრალოდ ჩავწერეთ სიმღერა, რომელიც სიმღერა იყო უკაც რაღაც? ვიცი მელოდია. მანქანაში ნუ მანქანაში. აძინაცადში, ხო თუ რა? აძინაცადში არა. აძინაცადში. ვოლგაში. ხო. პასატში.
ანუ ხო და ჩავწერეთ სიმღერა რომელიც ძალიან მოგვეწონა. მანამდე გქონდა ჩაწერილი 20-მდე სიმღერა, რომელიც არც ერთი არ მოგწონდა. და რატო წერდით მაშინ? არა, ნუ ექსპერიმენტებს ვატარებდით, მინდა გითხრა. ხო, ანუ რომელზეც მოგვეწონა, იმაზე გადავიღეთ კლიპი. კარგით. და ეს იყო რაღაც რა სტილია რა არ ვიცი რა სტილია არ ვიცი. ხო, ვერ რაღაცა რაღაცა იყო, მე მახსოვს. არა, ტრიალებდა. რაღაცა არ არის სიმღერა. ნუ რაღაცა სიმღერა ახლა. ტრიალებდა საერთოდ. ანუ დუეტად ჩამოყალიბდით, ხო? დუეტი ვარ დაბადებით, იმიტომ რომ კლასელები, ემი რა შუაშია? ეკა ია და შუაში ემი მანიჟაშვილი. აა სიალები. მეც არა ვთქვი რაღაც საკრალური ემი რეკორდს და რაღაც. ემი ხო? და ლოგიკური და შენ ამბობ რომ ლოგიკური მსჯელობის უნარი ხო, არა. აქ ძალიან ლოგიკურია, კი, გასაგებია. არა, იმერ ლოგიკურია, რომ უკვე დავიბენი კიდევაც. კარგით. ანუ ეს კლიპი გამოვიდა, ხო? იგზენით ხო პოპულარობა თუ ვერა? ვერა. ვერა. რა. ვერ ვიგდე, რანაირად უნდა გვეგრძნო. აი ესე ვზივართ მანქანაში. თავები ესე გვაქვს. ვინ გვიცნობს და რანაირად უნდა გაიგონ. თავად სიმღერას არ აბრალებთ, ხო, რომ ცუდი იყო. მანქანას მაინც არ ცხობდნენ. სიმღერა სხვადასხვა მანქანა არ იყო ჩვენი, მაშინ ის მანქანა კარგი, ვერ იგზენით, ხო? ვერანაირად. და ესე იგი უკმაყოფილოებით არის. ვერა დღეს ვერ ვგრძნობ. ვერ დღეს ვერ ვერა ვცნო. მანქანით დავდი რანაირად უნდა ვიგრძნო. არა, როცა მანქანიდან გადმოდიხარ და სადმე შედიხართ, ნუ არ არა, კი ყოველთვის ვიღაც სხვა მგონი ვარ. ვინ გონი ხარ მართლა? ვიღაცა გონი ხარ, ვიღაცა ვიღაცა გამგავს. ყოველთვის ხო? ვინ? არ ვიცი ნაცნობი სირცხები. სახე. რატოა სიტყვილი გითხარი კაც? გითხარი. არა, რეკლამა გამოვა. ვის ჩემი და ულში მითხარი არა ვერ გეტყვი ვერ. ვერ მეუბნება. კარგი, ვიღაცას მეც მაგონებს და მაგით უმაინტერესებს. კარგი, ესე იგი ჯერ თქვენ პოპულარულები არ ახარ. არა. აბა რა გინათ აქ? დავაი დავთვალებულია განაცხადი. აი მე ძალიან გამიკვირდა ხო. მიშა მოგვენატრა უნივერსიტეტის მერი არ გვინახა. არა, არსებობს. ეხლა ჩვენ ძელი მეგობრები ვარ ჩავ. თქვენ სხვათა შორის ისა კახკალაძე მინდა ასახელა ინტერნეტში ყველაზე მომხიბლავ ეკა. გონათ? ეკა. ეკა, ხო? ამიტომ ესე იგი არ ახართ ესე რომ პოპულარულები არ ახართ. რაღაცები გიცნობენ და არსებობს ეს კლიპი და რაღაც კლიპიც ხო გადაიღეთ ეხლა ხარ თქვენ. კი. კი. რა კლიპი, რა სიმღერაზე? საკონცერტო ნომრებია, ისა დავამთავრეთ, რაღაც ისე მოხდა, რომ 4 წელია მოგროვდა, ნუ 10 სიმღერა სიმბოლურად ვაპირებთ ალბომის გამოშვებას და გადავწყვეტეთ, რომ ეს კლიპები და რაღაც მაღალმხატვრული რაღაცები აღარ გაგვიკეთებინათ. მაღალმხატვრული რაღაცები კლიპი საჭიროა. ხო, ხელოვნების ნიმუშები გადავიღეთ ის პირველი ხელოვნების ნიმუში იყო, ხო, პასაჩი რო ხდი. უბრალოდ ვერ გასაგებია. გადავიღეთ აჭარაში, ნუ საკონცერტო ნომრები, იმიტომ რომ კონცერტი ქონდა თქვენ აჭარაში? არ მქონდა, არა, უბრალოდ საკონცერტო ნომრები გადავიღეთ, რომ მოისმინოს ხალხმა. გასაგები. დაიღალამდე გიგა მიქაბერიძე რო აკეთებს ხოლმე ეგრე, ხო? და მე სპეციალურად გაკეთდა იმისთვის, რომ გადაგვეღო და არ იყო რაღაც სატელევიზიო ჩვენებები. კარგით, მოდით მაშინ უფრო ახლოს გავიცნოთ გუპიებს. ხმად. ესე იგი ბიჭებს რომელი უფრო მოსწო ხართ? ეგრე ვთქვათ. არ ვიცი. მაინც აი რომ დაუკვირდეთ. არა, სხვადასხვა კატეგორიის ბიჭებს ხო, მოწონო. შენ რომელ კატეგორიის ბიჭებს მოსწო? მე პატარებს ეს დიდებს. ასაკი არის, ხო? ხო, ეს ბიძებს მოწონო. ასაშინელი გოგო. ბიძებს და გაწირა. ჩასამახვილი ზურგში. ბიძებს რატო მოწონდა? რა შე ბიძა კაცებს? არა, აუც ლოგიკურია, იმიტომ რომ რა არის ლოგიკა? ყველა არა. არა, ნუ ეთყობა იმდენად სერიოზული გამომეტყველება მოხდა რაღაც. რო ბიძებს პატარები გარბიან. და შენ პატარებს მიწოხარ, ხო? ხო. და არა სერიოზული გარეგნო მოვაკეთობა, ხმას რო თავი დავანებო. აი, რომელს უფრო მეტი თაყვანისმცემელი ყავს? რაოდენობით? ეკას. ბიძები უფრო მეტია, ხო? აი რა ბიძებია. აი, მე არ მითქვია, შენ მადამხო. მე ხო არ მითქვია. არა, ნუ ეს ბიძას ეძახს ხა 2 წლით უფროსი. ბიძა რამდენიც არის? ბიძობა რომელი ასაკი არის? ბიძა მამა მამის ზემოთ. ერია ეს ჩემი. აჰა. მამის ზემოთ კაცი. რა დაგემართა, ნუ. რა მოხდა? ჩვენ გვესმის ეს ვარ. რა მოხდა მე, ხო? ბიძებს ვაქეზებ რა. რა შვები? საშინელება ხდება. ბიძებს აკეთებს. ესე თუ გაგრძელდა, თქვენ ყველაზე პოპულარული ჯგუფი გახდეთ. საერთოდ რატო აკეთებ აი ბიძებს? ხო, მამა ჩემი უყურებს და მეც აღარ ვიყავ. ესა, რა ქვია მამაშენს? სოსო. ბატონო სოსო, გამორთეთ რა ცოტა ხანი ტელევიზორი რა. всё, გამორთო. ესე ბიძებს რატო აკეთებ? მე? ხო. არა, დამამშვიდე უბრალოდ, არავის არ ვაქეზებ. აჰა, რომ დაიჯეროს, რომ კაი, ნახე, აუ, რა ცუდი სახით შემოხედა, ნახე. კარგი. ვთქვათ ხოლმე ერთმანეთში. კი, აბა რა შვებიან, ეხლა ცოტა ხნის მერე, ცოტა ხნის. ხა იდეალური ურთიერთობა გვაქვს და არც კი გვიკამათია, არა. აი, თმებით გითრევიათ ერთმანეთს. რა სიცოცხლე? ბავშვობაში. არა, ბავშვობაში. არა, იქნები უსვრია.
აი კაცუსტი წერტილი იყო წიგნის დახევა. იმიტომ რომ ნუ სასწავლაზე გადამკვდარი გოგო იყო და ნუ არა. მე კი მარა იცი რა ეს ძალიან კომუნისტი იყო და თუ მინდოდა გამევწარებინა წიგს ეს. მაგარი. აი ეს ვიცოდი ბუმერანგივით და ნუ ამას თქვენ რა უგნელები ხართ დიდი საწოლო. გაზევცხოვრო. შემდეგ. მძიმე შემთხვევა ხო? არა, რამძიმე შემთხვევა, თემკ არის ჩვენი ინდუსტრიული ფილტვები. არა, თბილისის ელმამაშენები. არა, ეგრეა, კი რა. იცი რას ნიშნავს თემკ? თბილისის ქარხნის დასახლება. ქარხნის დასახლება. და სანზონაც ვიცი რას ნიშნავს? სანზონე ზონა. ყველაფერი ვიცი. ვარკომის რას ეგ გასაგებია, მაგრამ მეორე ნაწილზე გადავიდეთ ჩექმებს. მე მაინც ჩემს აზრს ვანვითარებ რა. შეყვარებულების და შეყვარებულის რა იყო? თაყვანისმცემლების რაოდენობა გავარკვიეთ. აი, გათხოვებასთან, აი ამ კრიტიკულ ზღვართან, რომელი უფრო ახლოს იდექით? იყო თქვენ ცხოვრებაში, აი, შენ რაღაცა ძალიან დიდი ინფორმაციების მფლობელი ხარ, ხო? კი, აუ, მე თქვენი ამბავი მაქვს შესწავლილი 500. მე ვარ ემოლოგი. მე თქვენი ჯგუფის ჟამკა აღწერელი ვარ. არა, მართლა რომელი უფრო იდექით? რომელი ახლოს ვიდეო? კი. ყველაზე აი, რომელი აი თხოვდებოდი პარსულზე რატო ლაპარაკობ 10 მყოლზე შეიძლება ეხლაც. ეხლა ვდგევართ, ხო? ვინა? ორივე ერთად. ორივე ერთად? ის ბიძაკაც მიყვება შენ არა, შეძლებაც. ძმებს. ძმებს? მე არ შეიძლება ეგ აკრძალული. ჩვენ გამონაკლისს დავუშვით. არა, მართლა. არა, არ არიან. არა სერიოზულად ლაპარაკობს. არა, მე ყოფილა ეს ცხოვრებაში სერიოზული სიყვარული ყოფილა? ალბათ არა. არასოდეს 26 წლის მანძილზე არ ყოფილა არასოდეს სერიოზული სიყვარული? რაღაც სერიოზული რო ყოფილიყო, ალბათ ეხა ვიქნებოდი დაწვრილშვილებული, ხმარი მომყვებოდა, ხო? არ ყოფილა? არა. და რაშია პრობლემა? არ მოგწონთ ბიჭები საერთოდ? ძირითადად არ მოგწონს თუ მოგწონს? ძირითადად არ მომწონს. რას უწუნებ, მოდი ესე. რას ვუწუნებ? შეხედულებებს. ერთი წუთით მე შენ ხوار ვეკითხე. მე შენ შეგეკითხე. აი, იცი რა, ესე ეხა ზოგადად რა ვიცი. აი რა კრიტერიუმებს უნდა აღმოვლოს ხმაწვილი ბიჭი, რომ შენ მოგეწონოს? ძალიან რთულია, ისა შეიძლება ილაპარაკო, რომ აი ესეთი მომწონს, ესეთი და ამ დროს მოგეწონოს აბსოლუტურად განსხვავებული კატეგორია. გამიგე, მაგრამ ხო არის რაღაც თვისებები, რომელიც თუ აქვს მამაკაცს, ის არ მოგეწონება არასოდეს. არ მომეწონება დედიკოს იდეების და იდეოლოგიის მატარებელი ყმაწვილები, რომელსაც საკუთარი აზრი და საკუთარ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი არ შესწევთ. კი. არ მომეწონება ესეთი დაჩაჩანაკებული ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ გაანძრიონ ხელი და რაღაც საკუთარი შემოსავლის წყარო ჰქონდეთ, თუნდაც ელემენტარული. სწორია. ანუ არ მომეწონება ფიზიკა ეხა არ გვინდა. არ მომეწონება. ფიზიკოს კაცს ხო არ მოგეწონება არასოდეს. შეწარმოიდგინე მივედი იმ კონდიციამდე, რომ ყველაზე სრულფასოვანი კაცები ალბათ აი ამ განათლების მატარებლები არიან. ვინა, ფიზიკოსები? და მათემატიკოსები. ვა, հետამიშა. აბა ისტორია და ქართულს ყველა სწავლობს ისედაც. შენ რას დაუმატებდი ამ? მე რას დაუმატებდი, არ ვიცი, მე მგონი ყველაფერი ესეთ ეტყობა ეკა წააწყდა ესეთ მსგავს პრობლემებს და მე არ მქონია ჯერ მსგავსი პრობლემები. როცა არის უფროსი და უმცროს ყოველთვის იცავს. ნუ ანუ რაღაც მფარველობის ქვეშ აგონია რომ პატარაა ყოველთვის და ყოველთვის ერევა მის პირად ცხოვრებაში. ეგრეა თქვენ შემთხვევაში. მე მგონია პირიქით რომ პირიქით არის ჩვენთან. პირიქით არის? ანუ შენ მის პირად ცხოვრებაში ერევი, აი უქშევი მამაკაცებს რომელიც წარმოგწონს შენ. არა, ბევრჯერ ზედმეტად ჩავერია და ეხავ ნანო. როგორ შეიძლება ხა გათხოვილი ყოფილიყო თავის. მართლა აუქშიე, ხო? ძალიან ბევრჯერ ცუდად აუქში. როგორ? აი იარაღის მუქარით მაგრამ. არა, რა იარაღის მუქარით ხა? რატო არ გჯერა? მართლა? კი. ვიღაცას იარაღით დაემუქრე? კი. რო თავიდანებად ჩემდას, ხო? ამას ბევრჯერ ვაკეთებ და ხშირად ძალიან. აქეთ გამოდის. არ გვინდა. დიდი მადლობა. თქვენ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი რამ გითხარით თქვენს დაზე. კარგი. აი ოცნება რა არის თქვენი? თქვენი მიზანი რა არის? ხომ არ შეიძლება უმიზნოდ მუშაობდეთ, ხო? უმიზნოდ მღეროდეთ. თქვენ რაღაც კონკრეტული მიზანი უნდა გქონდეთ, ჩემი აზრით. რა არის თქვენი მიზანი ამ ბიზნესში? მიზანი ამ ბიზნესში? ხო, შოუ ბიზნესს ვამბობ რა. ჩემი ცხოვრება ხა არ განისაზღვრება მარტო ხა შოუ ბიზნესი არის რაღაცა ელემენტარული დასვენების ჩემთვის და განსხვავებული. სად მუშაობ სხვაგან რომ აქ ისვენებ? ეხა დავიწყე მუშაობა ბანკში. სად? ბანკში. რას აკეთებ? ოპერატორი. ოპერატორი ვარ. ანუ მაგრამ ალბათ ქსელებზე ვიქნებ, რომ ჩემი სპეციალობა. სისოფი ხარ, ხო? სისტემატური ადმინისტრატორი, ხო? საოპერაციოში. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ყველაზე ლამაზი სისტემ ადმინისტრატორი, ვინც მე ნანახი ყავს. ანუ მე ძალიან ბევრი ყავს. ნანახი შენ მართლაც ყველაზე ლამაზი ხარ ამ კატეგორიის ადამიანებს. ფიზიკოსებში? ბიჭო, არა, რა ვიცი. ფიზიკოსებში ერთი კონკურენტი ყავს ჩემი სახით. ხო, აი ხო ხედავ, არა, დები ერთმანეთს. მაინც ისე ეკ გიშბები და ეკამათები და რაღაც. ბიჭებზე მარტო ისეა. ბიჭებზე?
სხვა ყველაფერში თანხმებით ერთ. ბიჭებზე როგორ აი დავუშვათ ერთი ბიჭია და მოგცემთ ორივეს. აი ეგეთი რაღაცები არ ხდება. პირიქით არის ხომ ერთს მოვწონო ვართ ორივე. და და არჩევანს ვერ აკეთებს წლობით. მართლა არის ეგ აი ეგ როგორ ჯიგარია იქნება. მართლა არის ყოფილა ეგეთ შემთხვევები რომ მოსწონხართ ორივე და ვერ აკეთებს ძალიან ბევრი ყოფილა. აი ძალიან ბევრი ეგეთი. მართლა? და ორივეს რო გვირეკავთ, შენ დას არ უთხრა რა, რატო უნდა უთხრა? არა და ეგრევე ეუბნებით, ხო? კი. ეგეთი ბიჭები ხო არ მოგწონთ? არა, კაი გასწრაფ. ხალისობთ ხა რა არ მოგწონს ხა ცუდ. არა, არ ვიყი არა ესეთი. თქვენ ესეთი მოხალისე სტერვა გოგოები ხართ, რომელიც ამწარებთ ხანდახან, ხო ბიჭებს, არა? ბიჭებს არ ვამწარებ. როგორ არ ამწარებთ? მე შეგატყეთ, ნუ ამწარებთ. კი. ყოფილა რაღაც პაიმანს დაუნიშნავ და მე შორიდან უყურებ და რა. არა, ხო, აბა როგორ ამწარებთ? მაინტერესებს. არა, რატო ვამწარებ? არავის არ ვამწარებ. არა, ხო? და არც მაქვს. აი რომ მოვიდეს, დაუშვათ განათლებული სიმპათიური ბიჭი და გითხრას რომ ეკა, ხო? ეკა. ეკა შენ მე დაგინახე ქუჩაში და ძალიან მიყვარ ხარ, ძალიან მომწონ ხარ. მე ერთი ნახვით შემიყვარდი. და თან ფიზიკოსია რა, ისეთ თერმობირთულ ფიზიკას მიხვება. შემხვდი, წავიდეთ კინოში ან რესტორანში პატიჟებ. ეკა პასუხობს. ესტიასკი არ არის ჩემი გატაცება და ჩემი სისუსტე, ნუ კინო ბიბლიოთეკაში აი ეს ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა სახში და სახში კაფეში, ლიტერატურულ კაფეში წავიდეთ და იქ და არის ნორმალური ბიჭი? მე ჩავთვალე რომ ნორმალურია. ხო, ნორმალურია რა. თუ ჩავთვალე რომ ნორმალურია, შეიძლება გავიცნო. ხო, მაგას ვაო, წაყვები არ ხო? შეიძლება წავყვე. ნორმალური, ნუ ახლა ინტელიგენტია, ბევრი ფული არ აქვს, ნუ აი ხა არც სპორტსმენის ტანი არ აქვს. საზღვრება ხა კაცობა, ფული არ არის კაცობა. კაცობა არ არის ფული. კაცობა ძალიან მოულოდნელად კი შეიძლება კონდეს დღეს, მაგრამ ხვალ არ კონდეს, ასე რომ გავიგე. არა, შენ ანუ შენც მაგ მასე ფიქრობ რომ შენც საყვებოდი ასე. არა, მე არა. რატო? რატო? არ ვიცი. რატო? თუ ვერ შეიძლება წაყვებ დაკომპლექსებული ცხენია ბიჭების. ეს გვეკაიფება. არა, არ кайფობა არანაირად. არა, რატო მართლა აღჯერა პაემაზე ესეთი? არ დადის საერთოდ. როგორ არ დადის პაემანზე საერთოდ? რამე წლისა ხარ? 25. 25 წლის ქალი პაემანზე არ ყოფილაო? ხო, აქამდე არ წავსულვარ. აი ხა მე დროა უკვე ია. დროა თორე 30 35 მეტი 25 წლის სასამართლო ისე მოხვედი რომ პაემანზე აუცილებელია რომ პაემანზე წავ. შემთხვევით არ შეიძლება შეგხვდეს ქუჩა. კარგი, ესე იგი, ეხლა რა საპირეთ? რის ჩაწერას და რის გაკეთებას საპირეთ? ჯერჯერობით არაფრის. ეხა ალბომს უშვებთ. აუ, არა, იქ რომ მომჭით ჩაწერა. გამომრიცხავ. არა, მომჭით ყველანაირ ჩაწერას მომჭით შეგროვდა მასალა და გამოვა სექტემბერში ჩვენი ალბომი. ხო, ანუ რა საპირებთ ეხლა? უნდა დაისვენოთ, ხო? ვისვენებთ ეხა ყველანაირად კი. სად ისვენოთ? მე თბილისში სახში, ეკა სამსახურში. სამსახურში როგორ იცვენებს ხო? არა, ეკა ვერ ისვენებს, მე ვისვენებ. არ მიდიხარ დასასვენებლად სად? ალბათ ვერა. საერთოდ აღმოჩნდა. აბა ეკა მუშაობს მარტო მე ვერ საწოლო. მომდი. თქვენ ვერ ცილდებით ერთმანეთს, ვერა. ხო? სულ ერთად არიან ეს. სულ ერთად ცალსაკი მართლა? არც ერთხელ არ მინახე. სალსაკი არა, ხო? აი ერთი კვირა და გნა. კიდე როგორ არ მინახავს, იცი? ნუ ვარდისფერი არ ეცვათ რამე. მართლა? რატო? აი ესე გვაქვს ბავშვობიდან. ვარდისფერები გევასებ. კი. რაც დავიბადეთ იმის. მართლა ხო? მე ისე უწყობ ხოლმე ხასიათს, თორემ დიდად არა. აი ეს ჯობია, ხედავ? მე მგონი ეს გოგო იმას არა? ხო, მაგრამ ის უფრო ენერგიული და აქტიურია და არა, ეს გარერია. გარერია. უკეთესია, შეხედე რა კარგად. ნუ ისიც კაია, მაგრამ ეს ჯობია. რას ფიქრობ შენ? არა, ეს ჯობია. ეხა ნახე შუხს აგდებენ შენ. რა შუხს სახში აგდებენ? მოდიჯე. შენ შაურმანები. არა, მე მინდა გითხრა რომ სვეტში ეხა ეს ხო არა. ჯობია ამას ეხა. არა, უშა სახში უკეთეს. აი მითხარი მიშა არ ჯობია? თვალები სად აგაკ შეხედე. კაი, უხერხულ მდგომარეობაში. მიშა. მიშა გაიხსენე ჩემი პატივისცემები. მიშა, ჩემი პატივისცემები გაიხსენე. რა პატივისცემები? რა პატივისცემები პატივისცემები? სახინკლეში დამპატიმეს. შენ ხო მეტი არ გინდა. კარგი, არა, ისე მართლაც ორივე ძალიან ლამაზები და დიდი კაცები მადლობა. ხართ და მე ერთმანეთსგან მართლაც ვერ განსხვავებთ. დიდი მადლობა. შენ შავით მე ხო პრინციპი? არა, ქერა ვარ მე. რა ქერა ხარ შეღებილი? რას მასწავლია მე? შეღებილი გაქვს. არა, შეღებილი მაქვს, მაგრამ ქერა ვარ, აი შენაირი ქერა ვარ ზუსტად, კი. კაი, მე მქონდეს ნატურალური არ ჯობია ყველაფერი. არა. არა, რატო კარგია ეს? მიშა რამა, როგორ არის ჩვენ იცი? მიშა არის კეთილი პოლიციელი და მე ბოროტი. მარტ მაშინ იგი დაჯექი ეკასთან შენ და მიშა აქ დაჯდეს, იგი ბოროტთა სასწაველი. ბოროტი ხარ შენ? მართლა? შავი ფერი ხო ესეთ ცუდთან ასოცირდება. მე ჩემთვის არა. შენთვის არა. ცუდთან არა, ეს ხო შენ რაღაც ცუდი მოგონებები აქვს შავფერთან დაკავშირებით. შავი თეთრი არ მნიშვნელობა. აი, მოკლედ მე გისურვებ ძალიან დიდ წარმატებას ბიზაკაცებში, ასე ვთქვათ. მაგი, ხო იცი მაგათ ეხლა რომ მე რა გიხსნი? გისურვებ შემოქმედებით წარმატებებს.
მართლაც აი რამდენი სიმღერაა თქვენ ახალ ალბომში? 10. 10? 10 სიმღერა ძალიან ბევრი. სად ჩაწერთ? სტუდიები გაინტერესებს? არა, სტუდიებში, ხო? სტუდიებში. ფული გამოსახში არ გადაიხადეთ, ხო? კი. ვინ ჩადო ფული, ვინ მოგცათ ფული? მშობლებმა. ძვირი დაждდა? რამოდენიმე ნუ 1000. იაფი არ დაჭდა, ხო? კი. ალბათ 1000-ებით განიხილოს. 1000-ებით, ხო და ამოღებას აპირებთ უკან დაბრუნებას თუ უბრალოდ ვიღებთ გაჩუქარია? არა, იმისთვის არ ჩაუდიათ ახლა მშობლებს ფული, რომ ეს ყოფილიყო რაღაც შემოსავლის წყარო, მაგრამ თანდათან ნუ გაჩნდა ის პერსპექტივა, რომ თურმე მოაქვს ფული ამ საქმიანობას. ანუ კონცერტები გაქვთ, ხო? რა ღირს თქვენი სიმღერა კონცერტზე? $100. $100 კაი ფულია. თან 10 სიმღერა, 100 გაიქ სპიტკა. 10 ვინ გამღერებს ეს? $700 თელ კონცერტს ხო იმღერებთ? კი კაცო იმღერებთ. ვინ არის თქვენი ისა მენეჯერი? არა. გააკეთეთ რეკლამა. აი არა, ვინ? ხო, ანუ როგორ უნდა დაგიკავშირდნენ რაღაც ჩვენ გვიკავშირდება ჩვენ ყველა. პირდაპირად, ხო? ანუ თუ ვინმეს მოუნდა დაუშვათ სიმღერა თქვენი კონცერტზე. პირდაპირ. აი ხა აგვისტოში არის ძალიან მაგარი შანსები. იქ არა ქვია ბათუმი ქობულეთი. ძალიან ბევრი ფულს გაკეთეთ. არის შემოთავაზებები უამრავი, მაგრამ ნუ მე ეკაზარს მუშაობ, მშობლება არ მეკუთვნის. როგორ არის ახალი აგვისტოში? ნაწებული ვარ, აა, ახალი ნაწებული მაქვს და ავტო. კარგით. ვერ მივიდი. რა ვიცი, რა გისურვებთ? გათხოვება არ გინდათ ხო ჯერ? ესეთ პრინციპში ასაკი არის. კატეგორიულად ახლა არ გვინდა გათხოვება, რა. შესაძლებელია კანდიდატურა რომ გამოჩნდეს. ნორმალური ადამიანი ალბათ ახლა სურვილი აღგიძრას, რომ ახლა ოჯახი შექმნა იმასთან ერთად და შვილები ყავდეს, რაც თავარია თორე ზოგადად ნორმალური. ყავდება იმის სურვილი. ეს გოგოც ვიღაცას მაგონებს. მაიცა ვის მაგონებს? საგატოჟე მღერის რა. არა, ვიღაც კარგს მაგონებს რა. ხოდო. კარგია. მე ვაფშე ამბოლო დრო შალონ ათლაშვილის მერე ვიღაცა ვიღაცას მაგონებს. ყველა მოგწონს. მე მოგეწონა შალონ ათლაშვილი. დიდი ხანია მომწონს ხოთა შორის ეს მართლა? ენერგიული ტონი და განსაკუთრებით იუმორის გზნობა. ბევრ რაღაცას იმეორებს. ხშირად. ხმას ვის მისცემდი მაგას? თუ არ აძლევ მაგით, ამორჩეველი არა. ტყუილი რო არ თქვა, არ ვარ მაგის მხარდამჭერი, ამომრჩეველი. კარგი. ძვირფასოთელი მაყურებელო, ეს დები მანიჟე, მას საიდან ახარ წარმოშობით? უცნაური გვარია. კახურია. კახურია, ხო? სოფელი სადაგა. კურჯანში. ჩურჩხელის ამოვლება, იცით? ისე საწმის კეთება, იცით? საკმაოდ. მართლა? აუ, მართლა რა საკეთებ? შეახა და მომიხევით რა საკეთებ. ხა? აბსოლუტურად ყველაფერს. ტოლმა საკეთებ? აუ რა თქვი ეს? მაგარს? კი. ყველაზე მაგარს. მაგარი რეკლამა ხა შენი ტელევიზიაში. ეს ძალიან ცნობილია ხოთაშორის. მართლა? ამის ტოლმა არის ძალიან ცნობილი. ახლა არ დაგპატიჟეთ ერთხელ ტოლმაზე რა. მოსულიყავ ქვაბით. ხა? ტოლმაზე და რაღაც. ადგილზე მოტანით თუ ბინაზე მობძანით? არა, სადაც თქვენი თუ ადგილზე მოტანითაც კარგია, ბინაზეც არა. მინდორზე ტოლმა. კარგი, ჩვენ სანამ ესე იგი ტოლმას არ გვაჭმევენ ძვირფასოთელი მაყურებელო, მაინც ვამთავრებთ ამ გადაცემას, ეხლა ტოლმის მოლოდინში შეგვაგვეწელოს ძალიან. პირველად ნახე ასეთი ფიზიკოსი მე და ასეთი მომღერალიც თუ არა, მაგრამ მნიშვნელობა აქვს უკვე. ტოლმის გამკეთებელი გოგონათ, ასეთი ძალიან მართლაც მნიშვნელოვანი პირველად ნახე. თქვენ უყურებთ დებატებს 200-ზე დებ მანიჟაშვილებთან ერთად. ჩვენი გვარის როგორ რეკლამა ხო? კი ბატონო, დები მანიჟაშვილები, მაგას მნიშვნელობა არ აქვს გოგოებო, თქვენ იმღერეთ, ბანკში იმუშავებთ, თავარია ტოლმა აკეთოთ კარგი. მეგრე მგონი. და სარეწე ჭეჭყო კაკ. დიახ. საბოლოო ჯამში მაინც ტოლმის კეთება. ყველგან არის ტოლმის კეთება საჭირო. ეს ქართველი კაცების ლამაზი აზროვნება. არა, არა, ხუმრობთ რა თქმა უნდა, სინამდვილეში ალბათ თუ თქვენ მეტ დროს დაუთმობთ, უფრო კარგადად ვიტრო. დუეტი არის კაი. არ არის დუეტი ქართულ სცენაზე. გოგონები დუეტი კი არა, გოგოების ჯგუფი იყო დაიშალა. არა, ხო, დაიშალა. ხო, არ არის გოგოების ჯგუფი. მგონი არა, ერთად მეგონი არის რა. სეთი აღარ არსებობს. ენსი აღარ არსებობს, დაიშალა ვიძახი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ დავპატიმრებთ მათ სტუდიაში და ვკითხავთ დაიშალნენ თუ არა. მე არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია. თქვენ უყურებთ დებატებს 200-ზე ძვირფასოთელი მაყურებლებო, უკვე წასვლის დროა. სახში წასვლის დროა, ესენი მართლაც ჩვენი მომღერალი გოგონების ჯგუფი ემი და ია ეკა არის ეს შავგრემანი და ია ქერა. შავგრემანი ჯგუფი. კარგად ზანდებოდეთ ხვალამდე. ხვალამდე